მოქმედებს თუ არა საშუალო ხელფასწოდება ეგრეთ წოდებულ ამჯერების მაჩვენებელს მატებაზე. მოდით, მაშინ ჯერ საშუალო ხელფას როგორ იმას განაყავს, ასე ჯობია. Poate tratamentul organizației camușuilas, colaborarea cu camușuilas, camușuilas să ajungă. სულ მოსახლეობაზე არ არის საუბარი. Შერჩევით გამოგვევა, შერჩევითი და 18000 არის შერჩევა. სადამოუკიდებლო ორგანიზაციებს, ანუ 18000 საკანონმდებლო ორგანიზაციებს და მიღებული მონაცემების საბუთურზე და სრულად ვატარებთ ანუ ჩვენ ხო გვაქვს RSS პლატფორმა, რომელთაც შეგვიძლია ერთი რაც ფორმულით ამბობს საშუალო კატეგორიულ საშუალო ანუ RSS ანუ შემოსავლის სისტემა, სადაც პირდაპირ ფოკუსები ირიცხება, საშემოსავლო ირიცხება, ანუ ეს სისტემა მარტივი შეგვიძლიათ ის ამ სისტემის გამოყენება ჩვენ ვაპირებთ მედიანურ ხელფასის დასაცვლელად, თუმცა საშუალო ხელფასის დასაცვლელად სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გამოდგება, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ტექნიკური ხარჯები. ანუ მაშინ ჩვენ ირიბად ვიქცეთ ადასტურებთ, რომ ეს არ არის რეალური მაჩვენებელი საქართველოს საშუალო ხელფასის. სულ მოსახლეობაზე საუბრობთ. ანუ ზოგადად სტატისტიკური კვლევების უმრავლესობა ავტორების გარდა არის შერჩევით გამოყენებული დაფუძნებული. სწორი ინტერპრეტაცია მოახდინა საშუალო ხელფასის. საშუალო ხელფასი აგულისხმობს უმრავლესობას მოსახლეობის აქვს ამდენი. მოხდა საქართველოს დღეს უსწრებს ისეთ მოწინავე ქვეყნებსაც კი მაკროეკონომიკური გარემოთი როგორიცაა ბელგია, ირლანდია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი, იაპონია და ესე შემდგომ.